იდება იესოს. ალელუია. შვიდობა ყველას. როგორ ახართ, მეგობრებო? ძმებო, მეზობლებო, ამხანაგებო. აი, მასალეთზე რა კარგი ადგილი ნახე აქ. ჩამოვჭდები. ეხლა. ყველაფერი ხავს იმგანაც. ხო ხართ? მაგრად. ავდო უნდა. მეგობრებო, ერთი რაღაცა მინდა ვთქვა. ეს შეეხება მორწმუნეებს, მოახლოებულებს, ვინცაც უნდა ხსნა და გადარჩენა. ეხლა ურწმუნო რო უთხრა ვიღაცას ურწმუნო ხარ რომ ეწყინება, ეტკინება. თუმცა შეიძლება მას სადღაც ღმერთი წამდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მას ღმერთი სწამს. იმიტომ რომ წერია რომ განსხვავდება ცოცხალი რწმენა მკვდარი რწმენისაგან. ეშმაკებსაც წამთო, მაგრამ კანკალებენ არ ემორჩილებიან. რწმენა არის ის, როცა შენ გწამს რა გააკეთა ღმერთმა შენთვის. და უყურეთ, მეგობრებო, რა თქვა იესო. სადღაც რამე მინდა და მომეცებნა ეს რომ დამედო ეს. რა თქვა იესომ, როცა პირველად გამოვიდა იესო საკადაგებლად, ასეთი სიტყვები თქვა მან. ეძებაგ რაღაც ქვას დასადებს. ქვასაც ვერ ნახავ გაცვერთ. ოკეი. პირველად რაც იესომ თქვა? ეს იყო მოინანიეთ და ირწმუნეთ სახარება. ჩემო ძვირფასო მეგობარო, თუ შენ მონანიებული ახარ და თუ შენ იესო ქრისტე არ გაქვს მიღებული, ის კი არა რომ წამს ღმერთი არის და დიხვა მოსახერდები. ეს რწმენა არა, ეს რელიგია. ასეთი რწმენა ყველას აქვს. მაგრამ არის განსაკუთრებული ხალხი, რომლებიც თურმე იესომ თქვა ასე, სახარება ამბობს ასე, არ ვიცი კარგი გონია თუ არა, მაგრამ ასეთი რაღაც არის სახარებაში, რომ ვინც მისი არის, მისი სახელი ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში. და თუ გინდა შენი სახელი ჩაიწეროს სიცოცხლის წიგნში, რამოდენიმე წუთი დამიგდე ყური და გეტყვი, რომ ვიცი ეს მაინც ვიცი თუ მეორე რამე არ ვიცი. და პირველი რაც იესომ თქვა და სიტყვა გამოანთავისუფლა, ეს იყო ეს სიტყვები. მოინანიეთ და ირწმუნეთ სახარება. რა არის ეს მაგიდა? თავისი დრო მინდეს რა გასასწორ. ესე იგი იესომ თქვა მოინანიეთ და ირწმუნეთ სახარება. და მოდი ახლა მე რამოდენიმე ადგილებს წავიკითხავ, მე მოკლედ ხალხი გაეცემა ზოგი მოკლედ. ვეცები მართლა ვეცდები მთელი სული და გული. ნელი ხანი არ ლაპარაკობ. აბა მარჩუნებს აქ. კარგი, წავიკითხავ რამოდენიმე ადგილს. ჩემ ყოფეს დავდება, რომ ქარმა არ მომიტაცოს. ეს მოტაცება მეგრულია, რომ მოგეწონებოდა ვინმე ვიტაცებდით. ცოლებს. ოკეი, პირველი კორინთელთა მე ჩადებული მაგზის. სონრეთ. ეს რა არის? ოკეი. ეს ხარს. მოკლედ, კორინთელები იკარგას ეს გუშინდელი თემა იყო. ლუკას 15 თავი. ლუკას მე-15 თავი. მომისმინეთ ახლა რა საინტერესო და სასიამოვნო რაღაცებს წაგიკითხავთ მე თქვენ. ვისაც სახარება გაინტერესებს და ვისაც გლის ბილიკი და მონანიება კიდევ მაგრამ ეს და ქურდული გაგებით იმ მონანიებაზე არ ლაპარაკობდნენ. და იზა და შერლოკ ჰოლმსის წიგნების ამბავი არ მაქვს მე. აქ ჩვენ ლაპარაკობთ ყველაზე უფრო უმთავრეს. უყურეთ რა საშინელება რაღაცა ხდება ადამიანის ცხოვრებაში, სადღაც თქვათ 80 წელი, 70, 60 იყოს კაცო. ახლა ხო 60 წლის ვარვე. 60 წელი კაცმა შეიძლება იცხოვროს და არ გადარჩეს. რატომ? ერთი რაღაცის გამო. რა?
მონანიება. რამდენი ხანი ჭირდება მე რა მონანიებას? 1 წუთი. შეიძლება 1 წამიც. რამოდენიმე წუთი, ღმერთო, მაპატი. ვინანიებდა წამხარ ჩემი როგორც ჩემი მხსნელი. 1 წუთში ხდება და 1 წუთის გამო ადამიანი კარგავს მარადიულობას. რადგან სისულელე მიაჩნია, უგუნურებად მიაჩნია. რელიგიურები ესენი სულელები, გამოშტერებულები. კრეშას ეხალა. კრეშას ეხალა კი არა მე სამ ნახავს ეხალა რა არის. თუ არ მეინანიებ. ასე რომ დამიგდე ერთ წუთას ყური და იესოს სიტყვებს წაგიკითხავ, მე ჩემს სიტყვებს არ წაგიკითხავ, სახარება. ამიტომ რა? ჭიდა. იმიტომ გეუბნები ჭიდას, რომ ზოგიერთის ჭიდა ის 1000-ში ერთხელ ხედავს. გაგაჯავრებ. წაიგითხე სახარება, ბიბლია. 15:10. იესო ამბობს ამისენას სიტყვებს. მართლა ხუმრობის გარეშე ვლაპარაკობ, დაუკვირდით იესოს სიტყვებს. იესომ თქვა: თქვენ გეუბნებით. ასევე იქნებაო სიხარული. იქ მოყვა იგავი რაღაცას, რომ კაც დაიკარგა რაღაცა, მე რომ ნახა და მე ყველას რო ახარა. სიხარული და უთხრა ყველას, ჩემთან ერთად იხარეთ, რაღაც დაკარგული ვიპოვეო. იესო ამბობს, ასევე იქნება სიხარული ღმერთის ანგელოზებთან დიდი შრიამული იქნებაო. სიხარული. რა ვიცი მე? ერთი ამბავი. ანგელოზებო, რა გახარეთ, რა მოხდა? ანგელოზო, რა შეესაქმე, რა მოხდა? და ანგელოზი გეტყვის. ერთმა კაკალია ცოდილმა მოინანია. ამის გულის ვისხარობ კაცო. მე ვიცნობ იმ გრეშნის ის 60-ში კი ჯოხეში კი და რა შესაძლები. არა. აგწერია ასევე იქნება სიხარული ღმერთის ანგელოზებთან ერთ მომნანიებელ ცოდილზე. ისეთი რაღაცა არის, მეგობრებო. უსნობო და ნაცნობო ეს მონანიება. ანგელოზები ხარობენ, ისეთ რატომ? ანგელოზებმა იციან რა არის ეს მონანიება. ეს არის ბილეთი, ბაბა. პროპუსკ, დოკუმენტს ლუში. აი ამ მონანიებით ადამიანი შედის სასოფლოში, ირიცხება. რატომ თქვა მაშინ იესომ? ასე იქნებაო დიდი უსაზღვრო სიხარული ერთ მომნანიებელ ცოდილზე. ვინ იყო ყაჩაღი, ჯვარზე რო იყიდა? პესტობნიკი, კრიმინალი. ღმერთმა იცის რა და რაები გააკეთა იმან იქ. კაი საქმეზე არ ჩამოვკიდიათ ისიც. თუმცა იესო კი ჩამოვკიდეს, მაგრამ ის ყაჩაღი იყო. მან აღიარა, ჩვენი საქმეების ამერ მოგვეზღო. ხდებაო, ჩვენ მოვიხარ მეორე ყაჩაღს. და ამას არაფერი არ დაუშავებიო. ჩვენ კი 100% ხდებაო ეს ყველაფერი. რა არის ეს ასეთი მონანიება? ეს არის შენი თავის უარყოფა. ამბობ. მონანიება არის მობრუნება. მიდიოდი ასე და ბრუნდები 180 გრადუსით. იყავი ზურგით ღმერთისკენ და ცხვირი პირით ნარკოტიკებისკენ, სმისკენ, რუშობისკენ, ქურდობისკენ და რა ყველაფერი უჯულეებისკენ. იმიტომ რომ ცოდვილი იყავი და არ შეგეძლო, არ შეგეცოდა. მაგრამ მოვიდა ინფორმაცია, მოვიდა ნოვოსტი, მოვიდა ამბავი, რომ იესომ გაპატია, იესომ მოგდა შენთვის, იესომ აიღო ყველა შენი დანაშაული, ყველა შენი უზურება, ავადმყოფობა და ქრისტეში გეპატიება ყველაფერი თუ ირწმუნები იესოს. და ცოდვილი ამბავს. ყველა გულში იციან, რომ ცოდვილები არიან. არავის არ უნდა მის გამხელა. არავის არ უნდა თავის დამდაბლება და ეკასიევნება ღმერთს. მაპატიო უფალო. მომიტევე უფალო ჩემი ცოდები, რაც ჩამიდენია. ხსნი ჩემს გულს სულზე შემოდი უფალო. შემოფეთქე ჩემს სულში.
როცა მოუხმოზე ინანიებს კაცი, ამისთანაც ცოდვილზე, რომელიც ინანიებს, იესო ამბობს, მაგარი დიდი ფართი ექნებათ მათ. სუფრა. შრიამული, ყვირილი, არ მგონია რომ ანგელოზები სტვენენ და ყვირია, მაგრამ იქ რაღაცა, მე არ ვიცი როგორი სიხარულია, რამბავია იქ, რამბავი ხდება, მაგრამ იესომ თქვა დიდი სიხარული იქნება, ასეთი ღმერთის ანგელოზებთან, ის კი არა 100 კაცი. ზოგიერთ ეკლესიაში როგორ იყო დასკრებული? დიდება ღმერთს. ერთმა მოინანია იმას ისისა ბრადია გავიღაცა მაინც. ბიზნესმენი მაინც ყოფილიყო კაცი. მე-1000-იან შემოწრობას მაინც შემოიტანდა. ისეთმა მოინანია იქით ამისახედი. ჩვენთან მაგარი ამბავი მოხდა რა. 10 კაცმა მოინანია. სადა გაიზარდა ეკლესია, სიხა არადა. უყურეთ, ადამიანის შეხედულება ერთმა მოინანია და მოწყენილები არიან. არის ერთი. ანგელოზები კი ვერ ეტევიან თავიანთ ტყავში. ხარობენ. იმიტომ რომ იციან რა ღირს ერთი ადამიანი. ერთმა ქადაგებელმა თქვა, ყველა რო ყოფილიყო წმინდა და ერთი შენ რო ყოფილიყოია. ცოდვილი შენს გულისთვის იესო მოვიდოდა სხეულში, ჯვარზე მოკვდებოდა, 3 დღე იქნებოდა იქ და აღდგებოდა მესამე დღეს ჯოჯოხეთიდან და გადაგარჩენდა. ერთი ადამიანის გულისთვის კიდე გააკეთებდა. იმიტომ რომ იმისთან არის ერთი ადამიანი. ღმერთისთვის აღარ. ჩვენთვის ეს არდო უფალმა იწეს. კარგი, ეს ერთი ადგილი, მაინც გავაგრძელე. ლუკას მე-10 თავი. აგერ არის მე-10 10:20. როცა მოწაფეები მოვიდნენ და უთხრეს, უფალო, რა მოგვეცია მისანა შენი სახელით ეშმაკებს კუდით ქვა ვასროლინეთ. დევნიდითო. და ასე. მაგრამ იესომ უთხრა, ეს ნუ გიხარიათ, რომ თქვენ ბოროტესულები გემორჩილებიან. არამედ ის გიხაროდეთ. რა უფალო, რა მიხაროდეს? რომ თქვენი სახელები ჩაიწერა ცათა შინა. ესე იგი შენი სახელი რო ჩაიწერაო, ის არის მიზეზი. რა ხარიdes ანგელოზებს. როცა ისინი ხარობენ ერთ მომნანიებელ ცოდულზე. რა ხდება მაშინ? ამ პიროვნების, ვინც მოინანია და ირწმუნა იესო, მისი სახელი ჩაიწერა სიცოცხლის წიგნში. იმიტომ რომ არის წიგნები და არის ერთი ძალიან ძვირფასი დიდი წიგნის ესაში, რომელსაც ქვია სიცოცხლის წიგნი. და ვინც ჩაიწერა, ბედნიერია, გაუმართლდა. იესომ უთხრა, ისინი გიხარია თქვენ ეშმაკები რომ გემორჩილებიან და ამატყობებს რომ კურნავ და ხელებს ადებ და რაღაცები ხდება სასწაულები. ის გიხაროდეთ, რომ შენი სახელი ჩაიწერა ზეცაში. ეს ერთი ადგილი. კიდე ერთი ადგილი ფილიპელთან, ნგეშინემე ზონრები მაქვს აკავებული. ფილიპელთა 4:3. გადავშალეთ, 4:3. რას ამბობს აქ პავლე მოციქული? ეუბნება ერთ მსახურს. შენ კი ჩემო ერთგულო, თანამშრომელო, ეს მსახური იყო, ესე იგი ქრისტეში გადაგებელი ვიღაც ამ მსახური ან ხუცესიან დიაგვე. შენს გთხოვ, დაეხმარო მათ, რომლებიც იხსვოდნენ ჩემთან ერთად სახარებით. ჩემთან ერთად გადაგებდნენო იესოს. კლემენტოსთან და სხვა ჩემს თანამშრომლებთან ერთად. რომელთა სახელები არის სიცოცხლის წიგნში. ეს პავლემ თქვა, მაგრამ სულიწმინდა ჩაწერა იქ. მათი სახელები არის, რომლებიც იხსვიან, მუშაობენ ყანაში, უფლის წინაშე. თავიანთი სიტყვით, ქადაგებით, ცხოვრებით, მაგალითით, მოთმინებით, გაცემით, სიყვარულით, ყველაფრით არო აჩვენებენ იესოს, ასეთი ხალხი მათი სახელები არის სიცოცხლის წიგნში.
და მერე ამბობს მარადის იხარეთ უფალში. აი ზუსტად ამ სიტყვების შემდეგ წერია ძმებოდადება. როცა შენ იცი რომ შენი სახელი ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში, არაფერი არ დაგრჩენია სიხარულის მეტი. ამის შემდეგ ამბობს მარადის იხარეთ უფალში და კიდევ ვიტყვი იხარეთ. ებრაელთა 12:23. აკაზონარი მაქვს, don't worry. ებრაელთა 12:23. პავლე ამბობს, თქვენ მოხვედითო სიონის მთასთან, ცოცხალი ღმერთის ქალაქთან, ზეციურ იერუსალიმთან, აურაცხელ ანგელოზებთან და კრებულთან, პირმშოთა ეკლესიასთან. ქრისტიანები. ცაში რომ არიან ჩაწერილნი. პიშიტებულია. ჩააპიშიტეს შენი სახელი იქ, როცა მოინანიე. ცაში რომ არიან ჩაწერილნი და ყველას მოსამართლე ღმერთთან და სრულყოფილ მართათა სულებთან. არის. აქ მინდა ხაზი გავუსვა. პირმშოთა ეკლესიასთან. ეკლესიასთან აზარი არა ეკლესია. ეკლესია ეს არის ადამიანები, ხალხი, ჯგუფი, გრუპა ქრისტიანების. ცაში, ზეცაში რომ არიან ჩაწერილი. სად? სიცოცხლის წიგნში. კიდევ ერთი ადგილი გამოცხადების მე-13 თავი. მე-13? სადაც ზონარიო, იაგერა. გამოცხადების 13:8. აქ წერია იმ ხედზე და იმ ანტიქრისტზე. თაყვანისამას დედამიწის ყველა მცხოვრებმა, რომელთა სახელები ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში. რომელიც ეს წიგნი აქვს სამყაროს დასაბამიდან ვის დაკლულ კრავს იესოს. იესო ქრისტეს აქვს ერთი წიგნი სამყაროს გაჩენიდან არის ეს წიგნი. და ის არის სიცოცხლის წიგნი. და ყველამ ვინც ირწმუნებს მოინანიებს უფლის არის მისი სახელი ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში. კიდევ გითხულობ ერთხელ. ეს თაყვანის ეს ის ეშმაკის მხარეს არიან ისინი ვინც რომელთა სახელები ჩაწერილი არ არის. აი რომ არ არის ამიტომ ეშმაკის მხარეს არიან. უკადაგე ბეუბნები ყველაფერს აკეთებ არ უნდა იმკაც. რატომ? არა ჩაწერილი. უფალმა წინასწარ იცის. ღმერთი არ აკეთებს რომ შენ ირწმუნებ, შენ არ ირწმუნებ, შენ მოხვალ ჩემთან, შენ არ მოხვალ, შენ არ მოგიშვებ ჩემთან, ასე არა ღმერთი. უბრალოდ ღმერთმა წინასწარ იცის. ხო და მაგრამ რა არის ჩვენთვის სასიხარულო, რომ ეს წიგნი აქვს ჩვენს უფალ იესო ქრისტეს. კრავს. და მე წერია ვისაც ყური აქვს, ეს ყური კი არა. გულის ყური. ისმინოს. გამოცხადების მე-20 თავი, ამთავრებობენ. შევაჯამი ზოარი. გამოცხადების მე-20 თავი, მე-12 მუხლი. ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები გუშილობი ლაპარაკენ, რომლების ტახტის წინ იდგნენ და წიგნები გადაიშალნენ. ეს არის წიგნები, ჩემი წიგნი, შენი წიგნი, ყველა წიგნი, ყველა თავისი წიგნია, ფაილები. და მერე გადაიშალა უკიდო სხვა წიგნი. ერთი, რომელიც სიცოცხლის წიგნია. გადაო? მერე რა არის რომ გადაიშალა სიცოცხლის წიგნი? და მერე ამბობს იოანე და გასამართლდნენ მკვდრები, რომლებიც აღდნენ მეორე აღდგომისას. წიგნში დაწერილის მიხედვით მათი საქმეების ამებრ. და უყურე კიდევ რა წერია? და მე-15 მუხლი. და ვინც არ იპოვებოდა ჩაწერილი ქსიაში, სიცოცხლის წიგნში, ვინც არ იქნებაო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, წაიყვანებაო ერთ ადგილას.
ცეცხლის ტბაში იქნება ჩაგდებული. ესე იგი ნადაშურვაც თუდა როგორ და არ ჯოჯოხეთი როგორ ჩავიწერე როგორ ჩამწერე სიცოცხლის წინში როგორ მოვხდე განუბრალოდ ირწმუნე უფალი იესო მოინანიე ირწმუნე რომ იესო ქრისტე შენთვის მოვდა შენ ადამიანო არ გიშველის რელიგია თუნდაც ტაძრის წვერზე მოგასონიქ შამბურივით თუნდა ტაძრის ქვევი დარგმარხონ თუნდა შენი კერბი გააკეთონ თუნდა ყველა წმინდანის სამოსელი ისა დაგახურონ ზევით არაფერი არ გიშველის მხოლოდ ერთი შენი გულის მოდრიგა ირწმუნე რომ შენთვის იესო ქრისტე მოკვდა იქ წერია რომ ისე შეგიყვარა ღმერთმა რომ შენთვის თავისი საყვარელი ძე გასწირა იესო ქრისტე შენს მაგივრად შენ უნდა მომკვდარიყავი შენ უნდა წასულიყავი შენ და მე და შენ უნდა წასულიყავი ჯოჯოხეთში იესო წავიდა ჩვენს მაგივრად იესო აღდგა და გაგვამართლა და დააკმაყოფილა ღმერთის სამართლიანი მართლმსაჯულება იესო თქვა კი მამაო ცოდვილები არიან ღირსი არიან მაგრამ მე მათ მაგივრად ვაგებ პასუხს მე გადავიტან მე დავირტყამ იმ შენ რისხვას მე დაუდგები იმ შენ სამართლიან რისხვას იმ სასჯელს იმ ჯოჯოხეთს ოღონდ მე ჩამითვალე მათი ცოდები ვინც მირწმუნება ყველა ჩემია დავაი მოილაპარაკეს სიტყვაზე ვამბობ ცოტა და ასე მოხდა ასე რომ შენ თუ გინდა რომ სიცოცხლის წინში ჩაიწერა შენი სახელი შურუი ირბინე არის ბოლო წუთი როდის აქვს კაცს ზოგი დილით ვერ ეღვიზებს ზოგი შუა დღეს ვერ მედის არავინ არ იცის იმიტომ რომ ეს იმისთან რაღაცა მარადიულობაში გადავდივართ და იქ არ არის დამაბრუნე და მეორეჯერ დაჟე იმაში არა ერთხელ სიკვდილი და შემდეგ გასამართლება ასე წერია ბიბლიაში ამიტომ ქუდ მოგლეჯილი გაიქესი მოძებნე მორწმუნეები ევანგელისტები მოძებნე დაანებიე იმას კერთაყაიმზების თავი არ გინდა არავინ მარტო თუ გინდა შედი შენს ოთახში იქ გახსენი გული და უთხარი უფალო იესო ცოდვილი ვარ გრეშნიკი ვარ ღმერთო ხო იცი თავიდან ბოლომდე ჩურჩხელასავით ამოვლებული გრეშნიკი ხორი ვარ ღმერთო მაპატიე ღმერთო მადლობა რომ შენ ჩემთვის მოკვდი ჩემი ცოდები აიღე და მე პირადად ღებულობ რომ შენ ჩემი მხსნელი ხარ ჩემთვის მოკვდი და ჩემთვის აღდეგი წამხარ რომ შენ აღდეგი მესამე დღეს ხსნი ჩემს გულს სულ ჩემს სიცოცხლეს შემოდი უფალო დაივანე ჩემს გულში და წარმართე ჩემი ცხოვრება დამეხმარე რწმენაში სიყვარულში და ამ ვიწრო და ეკლიან გზაზე შენმა სიყვარულმა შემიცვალო ჩემი ცხოვრება მოვა შეზე სულიწმინდა და დაგემართება რაღაცა ისე რომ შენი ძაღლის ვერ გისნობს იქ როგორც ისინი რუსება მატრადნე не узнает вот так случится с тобой ასე რომ აქ წერია ვინც არ იპოვებოდა ჩაწერილი სიცოცხლის წინგში ცეცხლის ტბაში იქნა ჩაგდებული და ბოლო მუხლი 21-ის 27 არ შევა მასში არაფერი უწმინდური ზესიურ იერუსალიმზე ამბობს აქ ივანე არ შევა მასში არაფერი უწმინდური არც ერთი სისაძაგლის და სისწრუის ჩამდენი აბა ვინ შევა იქ არამედ მხოლოდ ისინი ვინც ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში ვეღაზა მოდის კაი სანამ ის მოვა დაამთავრებ ასე რომ თუ გინდა რომ შენი სახელი ჩაიწეროს სიცოცხლის წიგნში
მოინანიე, ირწმუნე იესო, მოინანიე და ანგელოზები გაიხარებინ, იმიტომ რომ შენი სახელი ჩაიწერა სიცოცხლის წიგნში, უფალმა გაკურთხოს, დაგლოცოს და არელოდო მზის ჩასვლას. სადმე მოძებნი ადგილი იქ, ანდა ვინმე მორწმუნე, ანდა Facebook-ში, YouTube-ში გაიცანი, გამოელაპარაკე და მოინანიე. აბა შენიცი